თეთრი სახლის დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო განსჯის საგნად იქცა. ტრამპის ეფექტი გერმანია მილიტარიზაციის გზას დაადგა. ნარენდრა მოდის პოლიტიკური მანევრები. მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. თეთრმა სახლმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის 33 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელმაც ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც კრიტიკა და განსჯა გამოიწვია. ამგვარ დოკუმენტს ამერიკის ყოველი ახალი ადმინისტრაცია აქვეყნებს ხოლმე, რომელშიც როგორც წესი წარმოდგენილია ახალი მთავრობის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები. ათეულობით წლის მანძილზე სტრატეგიის მთავარი პუნქტები უცვლელი რჩებოდა. ტრამპის ახალი სტრატეგია კი თითქმის მთლიანად ცვლის წინა პრეზიდენტების, როგორც რესპუბლიკელის, ისე დემოკრატის სტრატეგიას. რა წერია ისეთი ტრამპის სტრატეგიულ დოკუმენტში, რომ ის მთელი მსოფლიოს მსჯელობის საგანი გახდა. პრეზიდენტ ტრამპის 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მოწოდება ხომ გახსოვთ? America First, ამერიკა უპირველეს ყოვლისა. აი, ამ ეროვნულ კონსერვატული იდეითა გამსჭვალული მთელი ეს დოკუმენტი. წინათ სახელმწიფო სტრატეგიაში ამერიკელები შიდა პოლიტიკას ნაკლებ ადგილს უთმობდნენ. ახლა კი ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტი ამერიკის შიგნით გაძლიერებაა. პირველად ამერიკის ისტორიაში მიგრანტების პრობლემა ეროვნული უსაფრთხოების ცენტრალურ საკითხადაა წარმოჩენილი. ტექსტში ცალსახადაა მითითებული, რომ მასობრივი მიგრაციის ერა უნდა დასრულდეს. რაც შეეხება ეკონომიკას, აქაც დიდი ცვლილებებია. ახალი სტრატეგია გულისხმობს ლიბერალური ეკონომიკიდან პროტექციონისტულ ნაციონალურ ეკონომიკაზე გადასვლას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამერიკამ მრეწველობის ძველი პარამეტრები უნდა დაიბრუნოს. წარმოება ნელ-ნელა ამერიკაში უნდა გადმოვიდეს. ვაჭრობის საკითხებში ამერიკა ჩინეთზე რომ არ იყოს დამოკიდებული, მაღალ ტექნოლოგიური პროდუქციის წარმოებაში გარღვევა უნდა მოახდინოს, რაც უზრუნველყოფილი მომავლის საწინდარია. ასევე ამერიკას უნდა ჰყავდეს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და თანამედროვე სამხედრო ძალები. დოკუმენტში ცალკეა გაწერილი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ოქროს გუმბათის უდიდესი მნიშვნელობა. საგარეო პოლიტიკაშიც დიდი ცვლილებებია, რომლის ახალი კრედო გლობალიზაციაზე უარის თქმა და მოქნილ რეალიზმზე გადასვლა. ასეთი მრწამსი კი ნიშნავს, რომ ამერიკა აღარ იქნება მსოფლიო ჟანდარმი. დრო, როდესაც ამერიკა მსოფლიო წესრიგს უზრუნველყოფდა, დასრულდა, ნათქვამია დოკუმენტში. ამიერიდან ამერიკა უპირველეს ყოვლისა თავის ინტერესებს გაატარებს. ტრამპის ახალი სტრატეგიის მიხედვით ამერიკის მთავარ მოწინააღმდეგედ ჩინეთი მოიაზრება, რაც მსოფლიოში ჩინეთის გავლენის შემცირებასა და ტაივანის მიმართ სტატუს კვოს შენარჩუნებას გულისხმობს. ამიტომ მომავალში ამერიკის მთავარი ძალები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ იქნება მიმართული. მთავარი საფრთხეები ასეთი მიმდევრობითაა გაწერილი: ჩინეთი, რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა გამოწვევები. ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკა არ მიდის, მაგრამ ყურადღებას მის მიმართ შეასუსტებს და პასუხისმგებლობას რეგიონზე მოკავშირეებს ისრაელს, საუდის არაბეთსა და თურქეთს გადასცემს. რაც შეეხება ამერიკის კონტინენტს, აქ ტრამპის ადმინისტრაციას მონროს დოქტრინის ახალი ვერსიის ჩამოყალიბება სურს, ანუ დასავლეთ ნახევარსფეროში გამაგრება და რეგიონში მთავარი მეტოქეების გავლენის სრული აღმოფხვრა. ახალი დოკუმენტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრატეგიის შესახებ ყველაზე დიდ ადგილს უთმობს და ყველაზე კრიტიკულ შეფასებას აძლევს ევროპას. დოკუმენტი ფაქტობრივად მიუნხენის წლევანდელ კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის გამოსვლას იმეორებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიგრანტების მოზღვავებისა და თანამედროვე ულტრა ლიბერალური იდეების გამო
ევროპა ცივილიზაციური ეროზიის რისკის წინაშეა. ამიტომ ამერიკამ ხარს დაუჭერს ევროპის გამოღვიძებისა და გაძლიერების პოლიტიკას, რადგან ამერიკას სჭირდება ძლიერი ევროპა. ტრამპის ადმინისტრაციის აზრით, ევროპა ფუფუნებაში გაზრდილ და გათამამებულ ბავშვს დაემსგავსა, რომელსაც პასუხისმგებლობის აღება არ სურს. ამ დროს ეკონომიკურად ევროკავშირი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ძალაა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ევროპასა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობა ევროპის ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერებულობის დაკარგვით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელ მოკავშირეებს რუსეთის მიმართ უპირატესობა აქვთ პრაქტიკულად ყველა სფეროში, გარდა ბირთვული იარაღისა, ისინი ამერიკის გარეშე მაინც ვერაფერს აკეთებენ. ამიტომ ამერიკა მოითხოვს, რომ ნატოს გაძლიერებისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ლომის წილი ევროპამ გაიღოს. დოკუმენტში ასახულია მხარდაჭერა ევროპის იმ პატრიოტული პარტიების მიმართ, რომელთა რეიტინგი ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. რაც შეეხება ნატოს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამერიკისთვის პრიორიტეტულია ნატოს გაძლიერება და არა უზომოდ გაფართოება. ნატოში ამერიკის ელჩის მეტიუ უიტეკერის თქმით, ამ სტრატეგიით ამერიკა ევროპისგან კითხვაზე პასუხს ითხოვს. არის ევროპა ისეთი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ძალა, რომ ამერიკას მხარში ამოუდგეს, თუ მხოლოდ მუზეუმია თავისი დიდი კულტურული ექსპონატებით. უკრაინის ომმა ევროპას გამალებული შეიარაღებისკენ უბიძგა. ომის მსვლელობამ და ამერიკის მიმდინარე პოლიტიკამ დაადასტურა, რომ ევროპა ამერიკის იმედზე ვეღარ იქნება. მას თავის დაცვა თავისივე ძალებით მოუწევს. კონტინენტის ქვეყნებიდან მილიტარიზაციის გზას ყველაზე სწრაფად და ინტენსიურად გერმანია დაადგა. ბუნდესვერი მსოფლიოში ყოველთვის წარმოადგენდა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ძალას, მაგრამ სამხედრო პოტენციით მნიშვნელოვნად ჩამორჩება და სხვა ქვეყნებს. მაგალითად, გერმანიას არ აქვს ბირთვული იარაღი და არ ფლობს ანტისარაკეტო ძალებს. ამ მხრივ მას ყოველთვის ამერიკისა და ნატოს იმედი ჰქონდა. დღევანდელმა საერთაშორისო ვითარებამ ცხადყო, რომ ევროპას ყოვლის შემძლე სამხედრო ძალა სჭირდება. ხო და სწორედ გერმანია აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელსაც გაუჩნდა ამბიცია, რომ ევროპის უძლიერეს სამხედრო ძალად იქცეს, რისთვისაც მთავრობამ მკვეთრად გაზარდა სამხედრო ბიუჯეტი. დაიწყო შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაზრდა და მოდერნიზება. ამერიკა ამ მხრივ ძალიან კმაყოფილია გერმანიით. ამერიკის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰექსეტმა ხოტბა შეასხა გერმანიის მთავრობას ქვეყნის სამხედრო პოტენციის განვითარებისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის მიმართ ამერიკის კრიტიკა შეწყდება, თუ სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ გერმანიას. გერმანია მართლაც ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ თავადაც დაცული იყოს და ევროპასაც არ დაემუქროს სამხედრო საფრთხე. მაგალითად, გერმანიის ინიციატივით იქმნება ევროპის ციური ფარი, European Sky Shield, რომელიც ჯერ კიდევ ყოფილმა ბუნდესკანცლერმა ოლაფ შოლცმა შესთავაზა ევროპას. ინიციატივა გულისხმობს, რომ ევროპა ნატოსგან დამოუკიდებლად გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას. ამასთან დაკავშირებით გერმანიამ ისრაელისგან საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემა Arrow 3 შეიძინა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მაღალ ტექნოლოგიური დონის ანტისარაკეტო სისტემაა. სისტემა, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება დედამიწის ატმოსფეროს გარეთ შეუძლია, ერთობლივად შეიმუშავა ისრაელმა და ამერიკამ. 2019 წელს ამ ანტისარაკეტო სისტემამ წარმატებით შეაბარა გამოცდა. საინტერესოა, რომ ის ბირთვული ქობინებით არ არის აღჭურვილი და სამიზნე ბალისტიკურ რაკეტას შეჯახებით ანადგურებს. გერმანიას აქვს სხვა ანტისარაკეტო სისტემებიც, მაგალითად Patriot და Iris-T, მაგრამ ეს სისტემები მოკლე მანძილზე მოქმედებს. ისრაელის ანტისარაკეტო სისტემით კი გერმანია შეძლებს
ტრის ბალისტიკური რაკეტები კოსმოსში გაანადგუროს. გერმანიასა და ისრაელს შორის გაფორმებული სამხედრო ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ სისტემების გერმანიაში განლაგებას და მწყობრი ექსპლუატაციისთვის გერმანელი სამხედროების ინსტრუქტაჟს. ხელშეკრულების ღირებულება $3 მილიარდ აღემატება, რაც ყველაზე ძვირად ღირებული შეთანხმება ისრაელისა და გერმანიის სამხედრო ურთიერთობის ისტორიაში. სისტემის პირველი ბატარეის გახსნა ბერლინთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე. ამ რამდენიმე დღის წინ მოხდა. გახსნაზე სიტყვა წარმოსთქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, რომელმაც განაცხადა, რომ გერმანიას პირველად მიეცა შესაძლებლობა შეიძინოს ადრეული გაფრთხილებისა და შორმანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის უნიკალური სისტემა, რითაც გერმანია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის თავდაცვაში. ამ გზით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს პარტნიორებსაც, დასძინა პისტორიუსმა. მისი თქმით, გერმანია მაჩვენა, რომ ის იღებს პასუხისმგებლობას ევროპის თავდაცვაზე. რუსეთის პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთს ეწვია. უკრაინაში ომის დაწყებიდან ეს მისი პირველი სახელმწიფო ვიზიტია. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მას პირადად დახვდა აეროპორტში. დიპლომატიური პროტოკოლით სტუმარს აეროპორტში მთავრობის ოფიციალური პირები ხვდებიან ხოლმე და არა ქვეყნის ლიდერი, მაგრამ ნარენდრა მოდიმ ამ ჟესტით მსოფლიოს და თავად ვლადიმერ პუტინს აჩვენა, რაოდენ მნიშვნელოვანია მისთვის ეს შეხვედრა. მასმედიას არც ის გამორჩენია, რომ პუტინი და მოდი პრეზიდენტის სასახლისკენ ერთი მანქანით წავიდნენ. ყველას გაახსენდა, როგორ დახვდა ტრამპი პუტინს ალასკაში. ვიზიტის დროს ორ ქვეყანას შორის არაერთი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებები უმეტესწილად ვაჭრობას შეეხო. გადაწყდა, რომ რუსეთსა და ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $100 მილიარდამდე გაიზრდება. რუსეთსა და ინდოეთს შორის ანგარიშწორება მთლიანად ეროვნულ ვალუტაზე განხორციელდება. შესაბამისად, მათ შორის ბანკთა შორისი თანამშრომლობის სტაბილური არხები შეიქმნება. რუსეთი ინდოეთს დახმარებას გაუწევს ბრიქსის თავმჯდომარეობის დროს. კალუგის რეგიონში რუსეთ-ინდოეთის ერთობლივი ფარმაცევტული ქარხანა აშენდება და ამავდროულად ინდოეთი ამ დარგში რუსეთთან ვაჭრობას გააფართოებს. წამლების წარმოება რუსეთის ეკონომიკის ერთ-ერთი პრობლემური მიმართულებაა. რუსეთის ბაზარზე მედიკამენტების 60% უცხოურია. რუსეთის ბაზრის ეს სეგმენტი მის მიმართ სანქციებმა მნიშვნელოვნად დააზიანა. ინდოეთი კი დარგის ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ ორივე ქვეყანა იმუშავებს ინდოეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს ინდოეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო კავშირების გაფართოებას. რაც შეეხება ენერგორესურსებს, აქაც რუსეთი ინდოეთის საიმედო პარტნიორი იქნება. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავდაცვის სფეროში. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ინდოეთისთვის სამხედრო ტექნიკის მთავარი მიმწოდებელი რუსეთი იყო. დღესაც ასეა. ინდოეთის არმიის სამხედრო ტექნიკის 50% რუსეთიდანაა, რაც ფინანსური თვალსაზრისით უზარმაზარ ციფრში ადგენს. წელს პაკისტანთან ხანმოკლე კონფლიქტმა ინდოეთს რუსული სამხედრო აღჭურვილობის სარგებლიანობა აჩვენა. ამიტომ ინდოეთს ამ სექტორში ორი ქვეყნის ურთიერთობის გაფართოება სურს. როგორც დასავლეთის მასმედიამ განაცხადა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსეთი ინდოეთს იჯარით გადასცემს მის კუთვნილ ბირთვულ წყალქვეშა ნავებს. მოკლედ, ორივე ლიდერი ცდილობდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ ინდოეთსა და რუსეთს შორის პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობაა. ინდოეთის მთავრობას მიაჩნია, რომ დიდ სახელმწიფოებს შორის ბალანსის შენარჩუნების საქმეში რუსეთი ინდოეთის შეუცვლელი პარტნიორია. იგივე ითქმის ჩინეთთან ბრძოლაში დელის ვაშინგტონთან იძულებითი დაახლოების თავიდანაცილებაზე.
ინდოეთი ახლა ნახევრად იზოლაციონისტური ამერიკის ომით გამოფიტული რუსეთისა და მომძლავრებული ჩინეთის წინაშეა. ანუ სამ სტრატეგიულ შემადგენელს უმკლავდება, რომელიც ალიანსებთან ურთიერთობის ლავირებასა და უსაფრთხოების ერთი კოლგის ქვეშ დგომას გამორიცხავს. ინდოეთს ყველაზე მეტად დასავლური იზოლაციის გამო მოსკოვის პეკინის მარწუხებში მოქცევის შესაძლებლობა აწუხებს და მაინც არასტაბილურ საერთაშორისო ასპარეზზე წონასწორობის შენარჩუნების თვალსაზრისით სამიტი ინდოეთის მიმდინარე მოთხოვნილებათა შესაბამისი შედეგები დასრულდა. პუტინისთვის კი შეხვედრა დელიში ცხადზე უცხადესი წარმატებაა, რადგან მსოფლიოს დაანახა, რომ საერთაშორისო არენაზე რუსეთის იზოლირება არასოდეს არ მოხდება. მონტენეგრო, იგივე ჩერნოგორია, რაც შავ მთას ნიშნავს, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყანაა. ანტიკური ხანიდან მოყოლებული მონტენეგროს ტერიტორიაზე სხვადასხვა ევროპული ტომი ცხოვრობდა. მოგვიანებით ეს ტერიტორია ბალკანეთის სხვა მიწებთან ერთად სლავებმა დაიკავეს. მე-18 საუკუნემდე მონტენეგრო სხვადასხვა სამეფოში შედიოდა. მე-15 საუკუნეში ბალკანეთი მონტენეგროს ჩათვლით ოსმალეთის იმპერიამ დაიმორჩილა, თუმცა ქვეყანა მაინც ინარჩუნებდა ავტონომიას. ყავდა საკუთარი მთავრობა, სასამართლო და მუდმივ მოქმედი ჯარი. მე-18 საუკუნეში მონტენეგრო ოსმალეთის ბატონობისგან გათავისუფლდა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ის პირველი ბალკანური სახელმწიფო იყო, რომელიც ოსმალეთის იმპერიას დე-ფაქტო გამოეყო, თუმცა ევროპის ბევრი სახელმწიფო მას დე-იურე არ ცნობდა. ევროპის სახელმწიფოებმა მხოლოდ 1878 წელს ბერლინის ცნობილ კონგრესზე აღიარეს მონტენეგროს ოფიციალური დამოუკიდებლობა. ქვეყანამ ამ ფორმით პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. ომის შემდეგ კი სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჯერ იტალიამ, შემდეგ კი გერმანიამ მოახდინა ქვეყნის ოკუპაცია. ომის შემდეგ ის იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაწილი გახდა. იუგოსლავია რომ დაიშალა, მონტენეგრო სხვადასხვა სტატუსით სერბეთის ახალ სახელმწიფოში შედიოდა. 2003 წელს სერბეთმა და მონტენეგრომ ერთობლივი კონფედერაცია შექმნეს, მაგრამ 2006 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობამ ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. 2010 წელს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. 2017 წლიდან კი ნატოს წევრია. მონტენეგრო მოსახლეობითაც და ტერიტორიითაც პატარა ქვეყანაა, სადაც 624,000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა, სადაც ყველა ეთნიკური ჯგუფი ბალკანური წარმოშობისაა. მონტენეგროელებს თავი სერბების მონაცესავე ხალხად მიაჩნიათ. ჩერნოგორიის მეტროპოლია სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელი ნაწილია. მონტენეგრო საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის ლიდერი 38 წლის პოლიტიკოსი მილოიკო სპაჯიჩია. მან მშობლიურ ქალაქ პლევლიაში წარჩინები დაამთავრა გიმნაზია და სწავლა საზღვარგარეთ განაგრძო. ჯერ იაპონიაში, ოსაკას უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკას, სადაც როგორც ნიჭიერი სტუდენტი იაპონიის მთავრობის სტიპენდიანტი იყო. ამის შემდეგ ჩინეთის პრესტიჟულ სინხუას უნივერსიტეტში სწავლობდა. სხვათა შორის ჩინეთის ახლანდელმა ლიდერმა სი ძინპინმაც ეს უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა. მოგვიანებით მილოიკო სპაჯიჩმა პარიზის ეკონომიკის სკოლაში განაგრძო სწავლა, სადაც მაგისტრის წოდება მოიპოვა. სწავლა რომ დაასრულა, მსოფლიოში ცნობილ საინვესტიციო ფონდ Goldman Sachs-ის პარიზის, ლონდონისა და ნიუ-იორკის ფილიალებში მუშაობდა. სპაჯიჩმა ასევე ერთი წელი იმუშავა სინგაპურის საინვესტიციო ფონდში. 2019 წელს მონტენეგროში პოლიტიკური კრიზისი განვითარდა, რაც საეკლესიო მიწების შესახებ სადავო კანონის მიღებამ გამოიწვია.
აღნიშნული კანონით ყველა საეკლესიო მიწა თუ სხვა ქონება, რომელიც 1918 წლამდე იყო შეძენილი, სახელმწიფოს განკარგულებაში გადადიოდა. ამ კანონით ფაქტობრივად მონტენეგროს ტერიტორიაზე სერბეთის ეკლესიის უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაცია ხდებოდა. მონტენეგროს მოსახლეობის უმრავლესობა სერბეთის ეკლესია და სერბეთის ეკლესიის ჩერნოგორიის მიტროპოლია წინ აღუდგა მიღებულ კანონს. მონტენეგროს მაშინდელი პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი სკანდალის პროვოცირებას სერბეთის მინისტრთა კაბინეტს აბრალებდა. იმ დროს მილოიკო სპაჯიჩი სერბეთის ეკლესიის სასარგებლოდ ლობისტურ მოღვაწეობას ეწეოდა ამერიკაში. მისი დამსახურებაა, რომ ამერიკის მთავრობამ სერბეთის ეკლესიის მხარე დაიჭირა. მონტენეგროში კრიზისმა მასიური საპროტესტო ტალღა გამოიწვია. მთავრობის მეთაურს კანონის გაწევა და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოუწია, რომელშიც ის და მისი პარტია დამარცხდა. ქვეყნის სათავეში ოპოზიციური კოალიცია მოვიდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის ზდრავკო რივოკაპიჩის ხელმძღვანელობით. ახალმა პრემიერ-მინისტრმა სპაჯიჩს კაბინეტის წევრობა შესთავაზა. უპარტიო სპაჯიჩი დათანხმდა და ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავა. 2022 წელს მართველი კოალიცია დაიშალა. პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. შედეგად დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა. იმავე წელს მილოიკო სპაჯიჩმა და მისმა თანამებრძოლებმა ახალი ოპოზიციური პარტია დააარსეს, სახელწოდებით ევროპა ახლა, რომელმაც წარმატებით იასპარეზა მონტენეგროს თვითმმართველობის არჩევნებში. 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტიამ თავის კანდიდატად მილოიკო სპაჯიჩი წამოაყენა, მაგრამ საარჩევნო კომისიამ სპაჯიჩის კანდიდატურა დაბლოკა, რადგან მას ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა მონტენეგროსი და სერბეთის. მის ნაცვლად ოპოზიციამ იაკოვ მილატოვიჩის კანდიდატურა წამოაყენა და არჩევნებში გაიმარჯვა. ამით სპაჯიჩის თანამებრძოლი გახდა მონტენეგროს პრეზიდენტი. საპრეზიდენტო არჩევნებიდან 2 თვის შემდეგ მონტენეგროში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც პირველ ადგილზე სპაჯიჩის პარტია გავიდა, თუმცა პარტიამ უმრავლესობა ვერ მიიღო. ამიტომ სპაჯიჩს სხვა პარტიებთან ერთად კოალიციის შექმნაზე მოლაპარაკებების გამართვა მოუხდა. 2024 წლის 31 ოქტომბერს მონტენეგროს პარლამენტმა სპაჯიჩის ხელმძღვანელობით კოალიციური მთავრობა დაამტკიცა, რითაც მილოიკო სპაჯიჩი მონტენეგროს მერვე პრემიერ-მინისტრი გახდა. სპაჯიჩი პროდასავლურ და პროევროპულ პოლიტიკას ატარებს. მან დაგმო რუსეთი შეჭრა უკრაინაში, მაგრამ მონტენეგროს ჯარისკაცების ბალტიისპირეთში გაგზავნის წინააღმდეგია. სპაჯიჩი მონტენეგროსა და სერბეთს შორის მჭიდრო ურთიერთობის მომხრეა. ის კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებასაც არ უჭერს მხარს. სპაჯიჩის აზრით ეს თემა დახურულია და კოსოვო დამოუკიდებელი უნდა იყოს. სპაჯიჩი მეორე ქორწინებაშია. მას 2 შვილი ჰყავს. სპაჯიჩი სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აქტიური მრევლია. დღეს ასე დავასრულებ. მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.